გულახდილად გეტყვით, რომ მეც მithქვამს. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა ისედაც შერყეულ ქალს შიმშილობა არ უნდა დაეწყო. ეს მე მithქვავს ვიწრო წრეში ოჯახის წევრებთან ასე მაგალითად. შედარებით ფართო წრეში მეგობრებთან და ახლობლებთან. მისაუბრია ამ თემაზე პოლიტიკოსებთან, ელენეს გულშემატკივრებთან, ელენეს მეგობრებთან. რა არის ეს? ეს ხო საბოლოო ჯამში სიგიჟეა, გვითქვამს ვაღიაროთ, ყველას უთქვამს ეს. მით უფრო სიგიჟეა იმის გათვალისწინებით, რომ არანაირი სტრატეგია ოღონდ მართლა არ არსებობს. არ ვიცით, რა მოხდება. ეს შიმშილობა ელენესი, რომელიმე დიდი ჯაჭვის ერთი რგოლუკა კი არ არის აუცილებელი, რომ ჯაჭვი შეიკრას, ჯაჭვი იყოს უფრო გრძელი, უფრო მტკიცე. არა, ეს არის სპონტანური, ვაღიაროთ, სპონტანური გადაწყვეტილება ელენე ხოშტარიასი. შეეთანხმებინა რა ვინმესთან და ეთქვა, რომ აი შიმშილობის მეოთხე დღეს ამ მდგომარეობაში რო ვიქნები, შენ გააკეთე ის განცხადება, აი შენ კი მერვე დღეს გააკეთე სხვაგვარი განცხადება და მე ამ დროს დაიზრას ხალხი რუსთაველის გამზირზე, რომელიც მოითხოვს შიმშილობის. არა არის მსგავსი არაფერი. სცენარი, როგორც ასეთი არ არსებობს, ვაღიაროთ. აქედან გამომდინარეც და კიდევ იმის გამო, რომ კვლევი ყველა ჩვენგანი ხვდება იმას, რომ ელენე ხოშტარი არის ბოლომდე წამსვლელი, ერთმანეთისთვის გაგვიზიარებია გულის ტკივილი ან ფიქრი იმის თაობაზე, რომ ელენეს აზრი იმის თაობაზე, რომ ელენეს ეს ყველაფერი არ უნდა გაეკეთებინა. ასეა. მეორე მხრივ ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. არავის არ დაუვალდებულებია ელენე წადი და პარლამენტის წინ იშიმშილეო. არავის არ უბიძგებია მისთვის. წადი და პარლამენტის წინ 20 დღე, 25 დღე, 27 დღე, ვიდრე არ გადაგიყვანენ შვილო, მეგობარო, ახლობელო. იშიმშილეო. და მას მართლა გადაიყვანენ. ელენე 27 დღე იშიმშილებს, 28, 32, 35 მაქსიმუმ წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ მაინც წარმოუდგენელი მგონია ნებისმიერი ჯანმრთელი მოქალაქისთვისაც კი 35 დღის, 40 დღის განმავლობაში შიმშილობა, მაგრამ მით უფრო ჯანმრთელობა შერყეული ქალისთვის, რომელმაც იცით თქვენ რატო დაიზიანა და როგორ დაიზიანა ჯანმრთელობა თავად რამდენიმე ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ. რატო აკეთებს ლაკა ამას? ლაკა, რომელიც ზოგ თქვენგანს არ მოგწონთ და ამ პროპაგანდის მსხვერპლნი ხართ, ლაკას ოჯახი იღებს რუსულ ფულს. გოგი ხოშტარია, მამამისი არის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი და დამოუკიდებელი საქართველოს ველგამსახურდიას მიერ შერჩეული, სხვათა შორის. ხელოვნებად ცოდნე. რუსეთის აგენტია. თქვენ ამ პროპაგანდის მსხვერპლი ხართ და ამიტომაც არ გევასებათ ზოგ თქვენგანს ეს ელენე ხოშტარია. მაგრამ მეორეს მხრივ ვერ გაგიგიათ, იცი, ახლა უკვე ვეღარ გაგიგიათ, ვერც მაშინ გაუგეთ, მაგრამ ახლა მით უფრო ვერ გაგიგიათ, რა ავალდებულებს, რა უბიძგებს მას შიმშილობისაკენ. იქნება და ასეთი თავგანწირულია მარტო მეგობრების გამო თუნდაც სამი მეგობარი, თანა პარტიელი, თანა კოალიციელი, მას საპატიმროში ყავს, ქვეყანას ყავს, მათი სახითაც პოლიტპატიმრები და აი ესე უდგას გვერდზე. რა პრობლემაა? ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში და არ არის ვალდებული ახსარებები ჩაგვაბაროს ჩვენ, აქაო და ეს საქციელი, იმიტომ ჩავიდინე ამ ქმედებას, იმიტომ ჩავდივარო, ახსარებას არც ერთი ჩვენგანი არ იბარებს. და არც ვკიცხავთ სხვათა შორის არავის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. ის ელენე ხოშტარი ამით და ყველა ჩვენგანი, ბევრი ჩვენგანი, ყველა ჩვენგანი ჩვენი ქმედებებით ვძერწავთ საკუთარ თავს, ჩორკანით საკუთარ თავს, ხატავთ საკუთარ თავს. ასე გეტყვით და ელენეს ეს შეგნებული გადაწყვეტილება, შეგნებელი და არაშეუგნებელი, გაცნობიერებული გადაწყვეტილება მათ შორის ემსახურება იმასაც, რომ შედეგში რომ ელენე გამოძერწავს კიდევ ერთხელ გამოძერწავს საკუთარ პერსონას ამ ჯოჯოხეთულ პროცესში, რომელიც მოგვიწყო ჩვენ რუსეთმა მისი აგენტის ბიზინა ივანიშვილის ხელით. ელენეს კი სძრახავენ, მაგრამ მეორე მხრივ მოწინააღმდეგე, ანუ ქართული რუსული ოცნება ხვდება იმას, რომ ელენე ბოლომდე წამსვლელია 27 დღე გადაყვანამდე 30 დღე 32. შალვაია პაპუაშვილი ერთი რუსი როა, ქართულგვარიანი რუსი, რომელიც
რომელიც ყოველი 20 სიტყვიდან, რასაც წარმოთქვამს, 19 წარმოთქვამს ევროპელებზე და დასავლეთზე. უარყოფითად აკრიტიკებს კი არა ლანძღავს ლამის. ახლაც ელენეს ეს ამბავი გამოიყენა სწორედ ევროპელებზე თავდასასხმელად თქვა. ბოლო წინადადება ესეთია, ეს გერმანელებსაც ეხებაო, ხოლო მანამდე ამბობს. ყველა ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია. ეს გერმანელებსაც ეხება. როგორც ჩანს, გერმანელები ოღონდ მე არ მინახავს. ასე მაგალითად ელჩი მივიდა მოშიმშილე, თუმცა არ ვიცი დაზუსტებით, მაგრამ მოკლედ გერმანელებიც მივიდნენ, ან ნახეს, ან განცხადება გააკეთეს ამასთან დაკავშირებით და ხარი დაუჭირეს ელენეს ჯანმრთელობა შერყეულ პოლიტიკოსს, რომელიც ესეთ თამამ და ესეთ სწორ მორალური თვალსაზრისით სწორ უდაოდ ნაბიჯზე მიდის. ოღონდ იქ არ უთქვამთ გერმანელებს, როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში პაპუაშვილისეული ინტერპრეტაციით ელენე გემუდარების შეწყვიტე შიმშილობაო და ამან ესეც კი გამოიყენა ევროპელებზე, დასავლეთზე და კონკრეტულად გერმანელებზე თავდასასხმელად, თავდასხმის საფუძვლად. მაგრამ ამ ერთ აბზაციან წინადადა ერთი პატარა აბზაცი აქვს, ერთი წინადადებაა. ნახეთ, სხვა საინტერესო ამბავსაც, სხვა საინტერესო რამესაც ამბობს შალვაია პაპუაშვილი. ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია. ანუ პაპუაშვილიც კი უშვებს იმას, რომ ჩვენში რომ დარჩეს, ერთმანეთს არ გაუმხილოთ, მაგრამ ელენე ბოლომდეა მიმსვლელი და უხეშად თვითმკვლელობამდეა წამსვლელი, მიმსვლელი. ხო, ასეა. თვითმკვლელობამდეა წამსვლელი ელენე. არ მოვერიდები ამ სიტყვას. მაგრამ აქ თავარი არის ჩვენ გავიგოთ, რატომ რჩებათ პოლიტიკოსებს და ამ შემთხვევაში ელენეს რატომ არ რჩებათ სხვა გზა. იმიტომ რომ პოლიტიკა როგორც ასეთი შალვა პაპუაშვილმა მათ შორის და ბიზინა ივანიშვილმა პირველ ყოვლისა მოკლა მან გევითხრა ღიად რომ ხელისუფლების ცვლილება დეფიციტ ცვალებადობა აქ ამ ქვეყანაში არ იქნება ვიდრე მე ცოცხალი ვარო თქვა ბიზინა ივანიშვილმა და ვიდრე მაქვს დავალება და შესაბამისად სანამ ცოცხალია დავალება იქნება რუსეთისგან დავალება ამგვარი საქართველოს დამონება დაჩმორება მუხლებზე დაყენების თაობაზე. თქვენ უკლებლივ ყველანი კარგები, ცუდები, ნაცები ყოფილი, ნაცები, ჭკვიანები, გონიერები, მნიშვნელობა არ აქვს. ჩემზე უკეთესები დებატში თუ ჩემზე მასზე ფულიანი არ არსებობს. ჩემზე უკეთესები ცოდნა განათლებაში და ჩემზე უკეთესები, არ ვიცი, სპორტული ცხოვრებით, ხო? ვერასოდეს დამამარცხებთ მე. იმიტომ რომ როგორც სამარცხდები შესაძლოთ და გარდაულად, მე მაშინ ვაყალბებ არჩევნებს. 17, 18, 20, 24, 28 მექანიზმი მაქვს მოფიქრებული იმისა, კობახიძის და პაპუაშვილის გამოყენებით, როგორ და გავაყალბო და იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ომის პარტია, გლობალური ომის პარტია, რაღაცა ვიღაცები, ასე შემდეგ, შემოდიხართ ველზე და დამამარცხებთ, ხო? მე თქვენ არაფერს არ დაგითმოთ. პოლიტიკა, როგორც ასეთი მოკლა ხელისუფლების ცვლილება ცვალებადობა წარმოუდგენელია ბიზინა ივანიშვილის ხელში. და რაღაცა წარმოუდგენელია სწორედაც რომ იმიტომ რომ წარმოუდგენელია, ელენე ხოშტარიამ გუშინ მოშიმშილე ქალმა გააკეთა ერთი ფრიად საინტერესო განცხადება, თამამი რაც მთავარია, რომელსაც შალვაია პაპუაშვილი ოდესმე იქნება და გამოიყენებს მის წინააღმდეგაც, რასაკვირველია, ოღონდ შალვა პაპუაშვილმა გამოიყენოს რამე ჩვენს წინააღმდეგ და დაასაბუთოს ეს და გაიმარჯოს ამ აკადემიურ არა დებატში, ხო? ლოგიკაში მოგვიგოს წარმოუდგენელია. ელენე თქვა გუშინ მე მივდივარ შიმშილობ, ბოლომდე მივდივარ. ეს ხელისუფლება უნდა დაემხოს, უნდა მოხდეს რევოლუცია. ვერც ერთი სხვა ან ბევრი სხვა ვერ ბედავს ამის თქმას. იმიტომ რომ მეც კი გულახდილად ვიტყვი, ვამბობ ხოლმე რომ არჩევნები რასაკვირველი არის აუცილებელი. ოღონდ ისი და ვისთან არჩევნები, მასთან რომელიც ხელისუფლებას არ დათმობს და ბიზინა არ დათმობს ხელისუფლებას. ეს ჩვენ შესანიშნავად ვიცით. ამიტომ ბიზინა არის პერსონების მკვლელი პირდაპირ თუ ინი მნიშვნელობით, დამრბები მკვლელი, დამჩმორებელი, კუთხეში მიმყენებელი, დამჩაგვრელი და ასე შემდეგ. პოლიტიკის მკვლელი, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილება ცვალებადობა მის პირობებში პრაქტიკულად წარმოუდგენელია აბასტუმნის უღრანებში გამომწყობდეულ ჩაკეტილი, იქიდან გასცემს ხოლმე განკარგულებებს იმის თაობაზე, რომ აი ახლა ესე უნდა მოხდეს და ყველა დეტალამდე ჩადის, იმიტომ რომ ბოლომდე რასაკვირველი არენდობა თავის ამფსონებს, ვინ გამომიგზავნა,
რამდენი ქვესტიმე ხო არ ვიცი. ხო, აფსონებს და ამ გამობიზინებულებს და ყველა დეტალს აკონტროლებს. ეს რომ ვიცოდეთ მაინც. და ამავდროულად ბიზნე ივანიშვილი არის ქვეყნის, შესაბამისად ქვეყნის სულისკვეთების და თავისუფლების მკვლელიც, როგორც ასეთი. ახლა ისმის კითხვა, ბიზინა ივანიშვილი რას იზამს, რას უზამს, რას მოიფიქრებს ელენეს მიმართებაში, რომელმაც დიახ, ჩვენ ვაკრიტიკებთ არა, ჩვენ არ ვიწონებთ ელენეს ამ ნაბიჯს, იმიტომ რომ ვეუბნებით, რომ ელენე შენ ჯანმრთელობა შერყეული იყავი, მეგობარო, რატომ აკეთებ ამას, მით რომ წყობრი გეგმა არ არსებობს, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი და პაპუაშვილი როგორც ჩანს გაგიჟებულები არიან, იციან რა რომ ბოლომდე წამსვლელი ელენე ხოშტარია, აქედან გამომდინარე ფიქრობენ რა დაუპირისპირონ გერმანელებზე თავდასხმა არ ეყოფა ყველაფერს. როგორ გააჩერონ ელენე? და ვერ გააჩერებენ, მეთქი ასე ვიტყვი. ოღონდ ვერ გააჩერებენ მაშინ. ნახეთ, ძალიან საინტერესო რამეს ვიტყვი, თუ ელენე იქნება მარტო. თუ ელენე ამ შემთხვევაში უკვე გედი ბობხაძე, რომელიც შეუერთდა შიმშილობის აქტს, იქნებიან ორნი. კიდე სამი, ოღონდ გვარები არ მახსოვს, სამი, შემიძლია გადავამოწმო, სამი მოქალაქე, ყველასთვის უცნობი, შეუერთდა ამ შიმშილობას, ჯამში 5. მაგრამ თუ 50 მოშიმშილე იქნება ქვეყანაში, 500 თუ იქნება, მაშინ რა ხდება? მე მართლა გულწრფელად ვკითხულობ. რა ხდება? 500 ბოლომდე წამსვლელი, ერთი დაეცემა 22 დღეს, გადაიყვანენ, მეორე დაეცემა 23 დღეს, გადაიყვანენ, მეოთხე აიღებს დროშას და შეუერთდება მე-17 დღეს და კიდე 24 დღე იქნება თქვათ. 24 დღე იშიმშილებს, 24 დღე იქნება მოშიმშილე. მე-7 დაეცემა 31 დღეს, მერვე 24 დღეს, ისევ თუ 25 დღეს. რა ხდება მერე? ანუ ეს უწყვეტი შიმშილობის აქტი თუ არის და ადამიანები ყოველ მეორე დღეს გადახავთ საკაცით სამონტყოფოში, რომ გადასხმები გაუკეთონ და იქნება და უმკურდალონ როგორ ელენე ივანე ნათლის ფსემელია, ჩავთვალოთ ასე. რა ხდება მერე? 500 თუ 788 კაცი თუ შიმშილობს. მე გეტყვით ჩემს სცენარს. ბიზინა ივანიშვილი იწყებს ხელის დაბანვაზე ფიქრს. ის უნდა გაპილატებდეს როგორმე. ბიზინა ივანიშვილი მართული მოსკოვის მიერ აი ესეთი FSB კარდახობს რაღაცა, FSB-ს კი იწყებს ხელის დაბანვას, მეთქი ასე ვიტყვი. FSB, რომელსაც საქართველოს ძალიან უნდა რომ მოიხელთოს, მოიიღლიავოს რუსეთს. ბიზინა ივანიშვილი იწყებს ხელის დაბანვას და კერძოდ შეწმენდას, დაბანვას არასწორი სიტყვა, შეწმენდას ვიღაცებზე, რატომ არის ეს მდგომარეობა ქვეყანაში. 500 კაცი რატო შიმშილობს? მე დავაშავე რამე? იტყვის ბიზინა. დააშავე შენ, ირაკლი გობახიძე, რომელსაც არ გეყო პოლიტიკური ალღო, ნიჭიერება, ტაქტიკა, არიცი, სტრატეგიას ვერ საზღვრავ და ასე შემდეგ. და არ ელაპარაკები ამათ. და ბიზინა ივანიშვილი უკლებლი ყველაფერს დაივიწყებს, რაც მან თქვა და რაც მან ჰქმნა. და ესენი გამხტომები კი არ არიან, ბატონო ბიზინა, თქვენ არ გვეუბნებოდ, ვერც ერთი ამ მათგანი ვერც გაბედავს იმის თქმას, რომ ბიზინა ივანიშვილი ავალებდა რეალურად ამ ვითარების, ამ საშინელების, ამ ჯოჯოხეთის შექმნას. ისინი დაჩმორებულები პაპუაშვილები, ისინი და მონებულები კობახიძეები იქნებიან თვალზე აპყრობილები ბიზინას, რასაც ბიზინა იტყვის უკლებლი ყველაფერზე, იქნებიან თანახმანი. ოღონდაც კი ბიზინამ არ გადასრისოს და არ გაჭრიტოს ტარაკანებივით. ამას დაიწყებს ბიზინა ივანიშვილი, ძალიან უხეშად ხსნი, ამ დღევანდელი დღიდან რო ვიანგარიშოთ, ოღონდ მაგას პირობითად მე-40 დღეს, მე-41 დღეს, მე-60 დღეს, ანუ შემოდგომაზე, მოდი თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ოღონდ თუ იქნება უწყვეტი შიმშილობა და ეს ივანე ნათლის სემელი რო დავარქვი ელენე ხოშტარია, მას შეუერთდებიან სხვა საქართველოს სხვა მოციქულებიც, 500, 700. ირაკლი ტაბლიაშვილმა მე საკუთარ თავზე ვლაპარაკობ, არავის არ მოუწოდებ. 352 უკაცრავად ბოდიში ვახურებ. 36 დღეს უნდა თქვას, რომ დაეცა გადაიყვანეს ძალით 67 მოშიმშილე, მე ვარ 72, მე ვიწყებ ახლა ახალ 30 დღიან, მე უნდა მეყოს ამის, ბოდიშ ვიხრი საკუთარ თავზე ვლაპარაკობ, ერთი უკან, ერთი ადგილი. მე უნდა მეყოს ამის გამბედაობა. და ამგვარი გამბედავი ირაკლი არ იქნება, დათო იქნება, დათო არ იქნება, ლევანი იქნება, სხვები და სხვები, ხო? ქალები, კაცები, ახალგაზრდები, ჭარმაგები, ჭკვიანები, უფრო ჭკვიანები. ამგვარი გამბედავი იქნება ბევრი, როგორც ჩანს, თუ ეს პროექტიც არასწორი სიტყვა, დაგეგმილი კი არ არის ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ეს გადამდები იქნება
ელენეს თავგანწირვა და იქნება თუ არა. ელენეს ჩემი აზრით სწორედ ეს გათვლა არასწორი სიტყვა, ეს მოლოდინი, ეს სურვილი, ეს მოლოდინი აქვს. ელენე ხვდება რომ წესით, რომ მან აიღო დროშა, გუშინ რო აიღო, ვერავინ ვერ ავყევით. ან ცოტა თუ ახვა. მაგრამ დღეს რომ აიღო დროშა კიდევ ერთხელ ჯანმრთელობა შეყრებულმა ქალმა იქნება და აი ისინი, ვინც ჩემთან საუბრობდა და მე ვსაუბრობდი, რა ქნა ეს ელენე, მე ვამბობდი ამას. ჩვენ შეიძლება უცებ 27 დღის საღამოს უთხრათ ჩვენი ოჯახის წევრებს, რომ ამის გაძლება არ შეიძლება, ნახე, ყდება ადამიანი. ემპათია, თანაგრძნობა, თანადგომა, არ ვიცნობ წესიერად, მაგრამ მეც ავიღებ 4 დღე მაინც ვიშიმშილებ რა, უხეშად ხსნი. ეს შეიძლება ვთქვა მეც და ნებისმიერმა ჩემზე მაგრებმაც, რასაკვირველი, ანუ ერთმანეთზე მაგრები ვართ ჩვენ ამ პროცესში და ნებისმიერ ჩვენგანზე მაგარია 1000-ობით ადამიანი, რომელიც ახლა ქუჩაში ამას ვამბობ ღიად, საკუთარ თავზე თვითკრიტიკული ვარ, რა ეს ასეა. ბიზინა რას იზავს, კვლავ ვიმეორებ. დაკლავს პოლიტიკურად პაპუაშვილსაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც და ასე შემდეგ და დაკლავს მათ შორის, იმიტომ რომ პარალელურად მიმდინარეობს ესეთი პროცესი. ეს გერმანელები პაპუაშვილმა რომ გამოისერდა მათზე, ხო? გერმანელები სხვები და სხვები ეუბნებიან რომ ეს თვითმკვლელობა კი არ არის. ეს შენ უბიძგე თვითმკვლელობისაკენ, შენ მიიყვანე თვითმკვლელობამდე ელენე ხოშტარია და სხვები. და თვითმკვლელობისაკენ ბიძგება არის სისხლის სამართლის დანაშაული. და გარდა იმისა, deep state-მა წაგართვა 500 თუ 700 თუ 983 მილიონი, ახლა 983 მილიონი წარწმევით კი არ შემოვიფარგლებით, ახლა მოგკიდეთ ხურში ხელს. და პირდაპირ ან გადატანით მნიშვნელობით დაგაჩოქებინებთ ქართველი ერის წინაშე და გათქმევინებთ მაპატიე და თუ ამის თქმა არ გინდა და თუ გინდა რაღაცა სახე შეინარჩუნო როგორც თანამედროვეობაში ისე ისტორიაში, თუმცა ჩემი აზრით ვერ შეინარჩუნებს ვერც შემთხვევაში, მაგრამ ოკეი, ამ ლოგიკას გავყვეთ. ახლა შეუნდა დაიწყო დათმობა. 1-2, ანუ მარტივად რო ვილაპარაკოთ, ჩამოვა ბეიკერი, დაწერს ბეიკერის ფორმულას. ცოცხალია? ცოცხალია მგონი, ბოდიში. ჯეიმს ბეიკერი, ნახოთ ხო? გამაგარი კაცი იყო. ჯეიმს ბეიკერ 95 წლის არის. აპრილის 28-ში გახდა 95 წლის ჯეიმს ბეიკერი. ჩამოვა რომელიმე ახალი ბეიკერი, რუბიო ალბათ არა. მაინც ყოფილი სახელმწიფო მდივანი, აი გავლენიანი პირი და იტყვის Mr. ივანიშვილი. Enough. და თუ ეს არ მოხდება, მაშინ არის წერია ელენეს. დღეს არა და ხვალ, ელენე იქნება თუ სხვა, ამ ყველაფერს შეეწირება. და თუ იქნება მსხვერპლი, თუ ლეტალურად დამთავრდება სხვადასხვა მიზეზით ამბავი. უბოდიშებს, ელენესაც ხო უბოდიშებს ხადია და მზიასაც უბოდიშებს და 44 თუ 45 პატიმარს უნდა და პოლიტიკურ პატიმრებს და ხო ბევრი საყვედურობს რომ მიხეილ სააკაშვილს რატო არ ახსენებო მიხეილ სააკაშვილს ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, რა მნიშვნელობა აქვს, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. და ახლა აღარა მაქვს მე გარჩევის დროს და სურვილით მიხეილ სააკაშვილთან რა შეცდომა დაუშვა 2000 პირობითად 7 წლის 7 ნოემბერს. დაუშვა, განა არა, მაგრამ რამე მის შეცდომება ახლა მოკლედ პოლიტიკური პატიმარია მიხეილ სააკაშვილი და ყველა პოლიტიკური პატიმარია ამათ ხელში მოგწონს თუ არ მოგწონს ისინი დამოუკიდებლად ამისა და ავირჩევთ თუ არა მომავალში. მოკლედ აი ეს ამერიკელები თუ დასავლეთელები ჩამოვლენ და ბიზინა ივანიშვილს ეთქვიათ enough, ეს ერთი. და რაღაცის თქმა მინდოდა და დამავიწყდა ამასობაში. ну აღარ მახსოვს, უნდა კი მოგიბოდიშოთ რა. აღარ მახსოვს. დასავლელები ჩამოვლენ, enough ეთყვიან ბიზინა ივანიშვილის და ამოხრუჭებს მაღალი ალბათობით, ანუ ეს ლეები გარდაუვალი ამასობაში ევროპაში მიმდინარეობს გარდაუვალი სხვა პროცესები, რომლებიც ერთ ჯაჭვში უნდა წავიკითხოთ. ბელგრადში, სერბეთი, უნგრეთში, ბუდაპეშტში, უნგრეთი. ანუ ორბანსაც დიდი დღე არ უწერია და არც სერბეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა იქნება ესე დღეგრძელი ხანგრძლივობის თვალსაზრისით.
ეს და არც ფიცოს სხვათაშორის. ეს ერთ ჯაჭვში უნდა წავიკითხოთ მეთქი ჩვენ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ანუ გეოპოლიტიკურადაც პაზრი ლაგდება საქართველოს სასარგებლოდ, ოღონდ ფხა უნდა გამოვიჩინოთ. ბოდის ვიხდი, გამახსენდა მგონილის თითქმაც მინდოდა თუ ბიზინა ივანიშვილი მაინც არ დაამუხრუჭებს ახალი რომელიმე ბეიკერის ჩამოსვლის შემთხვევაში მithქვამს ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი. ამ შემთხვევაში მით უფრო თუ ლეტალურად დამთავრდება ამბავი ელენე ხოშტარიასი ან სხვისა. მე გეტყვით რა ბედი ელის. მithქვამს ვამბობ და ვიტყვი. ჩაუშესკუს ბედს გაიზიარებს შეგვეხვეწება, ასე ვიტყვი, ბიზინა ივანიშვილი. იმიტომ კი რომ მე ვემუქრები, უბრალოდ ისტორიის ლოგიკაა, ეს დიალექტიკა ლაპარაკობს ამას. ემანდ სისხლი არ დაიღვაროს ლეტალური შედეგით, თორე სისხლი დაღვარეთ თქვენ. არაერთხელ. გზა, ბიზინა ივანიშვილის გზა ნიკოლაე ჩაუშესკუმდე, ხო, ნიკოლაე ჩაუშესკუს ხვედრამდე. თუ გრევოთ ესე დავარქვათ, ვიფიქრებ მაინც, ნახვამდის.